უაღრესად კრიტიკული დასკვნა ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას რეალურად ხალხის მანდატი არ გააჩნია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელიც კი საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულა. ან ეს არის მათი საბოლოო შეფასება. რამდენიმე ჩემი კოლეგა კიდევ გამოაგდება უმრავლესობას და ის ხელების გადაგრეხვის პროცესი ესეც ვიცი. ხელების გადაგრეხვა ქართულ ოცნებაში ფარული მოლაპარაკებები დარჩენილებთან და წასასვლელად გამზადებულებთან. მირა ვესელია გასულია უმრავლესობა. მე რაზე ვისაუბრებ, ეს ჩემი საქმეა. ოცნება შესაძლოა კიდევ ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ დატოვოს. ამ კონსულტაციების შედეგად უნდა მოყვეს რაღაცა ხელშესახები ცვლილებები. და ეს შესახები ცვლილებები მეჯერ არ დამინა. საგაზაფხულო გაყრა ივანიშვილის პარტიაში პიკს აღწევს. პროკურატურა რეალურად ასრულებს კანონის მოთხოვნებს და არასშესაძლო ბიზნეს დაკვეთა. ეროვნული ბანკის მთავრობის და ივანიშვილის კოორდინირებული კამპანია TBC-ის წინააღმდეგ. პროკურატურის ორმაგი სტანდარტი, როდის ვისთვის ედება საგამოძიებო მასალებს გრიფით საიდუმლო. სკანდალურ საქმეზე კითხვები უმრავლესობა. გამომდინარე, რომ პროკურატურამ უნდა თქვას, რატომ დღეს ამორჩევლის მოსყიდვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჩამოწერილი ვალების სახელმწიფოსა და ოცნებას შორის წაშლილი საზღვარი ევთო ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს წვავე დაფასებს 48 გვერდიან დოკუმენტში ასევე მოხდა მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივა რომელიც ვალების განულებას ეხებოდა დოკუმენტში აღნიშნულია რომ ამ ინიციატივით კერძო საფინანსო ინსტიტუტმა არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს დასკვნის კრიტიკულობაზე საუბრობს სახალხო დამცველი ოპოზიცია კი აცხადებს რომ გასული არჩევნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს უმრავლესობის წევრები კი აღნიშნავენ რომ იმ საარჩევნო დარღვევებზე რომლებიც რეაგირება საჭიროებდა გამოძიება დაიწყო თავად ევთოს რეკომენდაციებს კი გაითვალისწინებენ ამორჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია და ძალადობრივი ინციდენტები ევთოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მწვავე ანგარიშს აქვეყნებს. 48 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველაზე საგანგაშო ფაქტი ვალების განულება იყო, რომელმაც არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. მეორე ტურის წინ მთავრობის განცხადება 600,000 პირისთვის ქართული ოცნების თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ვალის ჩამოწერის შესახებ, ასევე ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ინიციატივებიც მოქალაქეებისთვის შეღავათების უზრუნველსაყოფად ოდირის სადამკვირვებლო მისიამ და სხვებმა ჩათვალეს ხმების ყიდვის ფორმად. ეს პრაქტიკა იკრძალება საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსით. დოკუმენტში ასევე წერია, რომ საჯარო მოხელები უპრეცედენტოდ აქტიურად მონაწილეობდნენ სააგიტაციო ღონისძიებებში, რამაც სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი წაშალა. საერთაშორისო დამკვირვებლები დოკუმენტში წერენ, რომ პირველ და მეორე ტურებში ქართული ოცნება ხმების მოპოვების მიზნით ამომრჩევას აშინებდა და უთვალთვალებდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ კრძალავს, მერები, გუბერნატორები და პარლამენტარები, რომლებიც წარმოადგენდნენ ქართულ ოცნებას, თან დაჰყვებოდნენ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სააგიტაციო შეხვედრებზე. ყველა ამ ქმედებამ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება ევთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო პრაქტიკას. ორივე ტურის დროს ამომრჩევლის მონაცემთა შეგროვებამ და პოლიტიკური უპირატესობის აღნიშვნამ არჩევნების დღეს ამომრჩეველზე თვალთვალის ჩათვლით გააჩინა კითხვები ამომრჩევლის პოტენციალ ხმის მიცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ანგარიში შემაშფოთებელია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით მსგავსი კრიტიკული დასკვნა მათ ბოლო წლების განმავლობაში არ ახსენდებათ. მართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევთოს დოკუმენტი სიგნალია, რომ სალომე ზურაბიშვილსა და დიახ საუბარია ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, დიახ საუბარი არის ზეწოლაზე ამომრჩევლებზე, დიახ საუბარი არის ზეწოლაზე საჯარო მოხელეებზე და გვახსენდება იაკერზაიას საქმე, ასეთი კრიტიკული, უაღრესად კრიტიკული დასკვნა ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას რეალურად ხალხის მანდატი არ გტმა უნდა მოახდინოს ერთიანი აზრის კონსოლიდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს კარდინალურად ხელის საარჩევნო სისტემა და მოვითხოვოთ საპარლამენტო რიგარეში არჩევნები. ევთოს დასკვნაში საგანგაშო არაფერია, ამბობს ქართული ოცნება. დოკუმენტი ოპოზიციამ და ევთოს დამკვირვებლებს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა. იქ პოლიტიკურად ანგაჟირებული ევროპარლამენტარების მიერ რაღაცა დასკვნაში ჩაწერილი თავიანთი მოსაზრებები ამ შემთხვევაში არ იყო საბოლოო ჯამში ასახულო, ეს არის
როგორც უკვე გითხარით, ეს არის ეჭვი, მხოლოდ და არა ის, რომ ეს არის რაღაცა გადაწყვეტილება, ან ეს არის მათი საბოლოო შეფასება. სულ არ მაქვს ინტერესი დავარწმუნო ელთო იმაში, რამდენად კარგი აქცია იყო თუ ცუდი ეს, იმიტომ რომ საზოგადოებამ იგრძნო ეს როგორი აქცია იყო, უამრავ მოქალაქეს შეუმსუბუქდა ცხოვრება და არ მაინტერესებს სხვა როგორ შეაფასებს ამას. ჩვენ დუბოქთ ხომ რომის პავზე მეტი კათოლიკე ვიყო. ის რომ საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევების ფონზე ჩატარდა, ამაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები იყო. მე პირადად მინახავს რეგიონებში ვიზიტების დროს ამ მრჩეველთა სიები, რომელიც სოფლის წყონებულებს ჰქონდათ და რა შეჭირდებოდა სოფლის წყონებულებს, ან რა სამართლებრივი წინაპირობა იყო იმის, რომ მათი სიები მოეპოვებინათ. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები იყო ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. გამოკვეთილად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული არის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე განხორციელებული თავდასხმების საარჩევნო პერიოდში. კიდევ ერთხელ ცხადია ნახსენები არის 600.000 ამ მრჩევლისთვის ვალების ჩამოწერის საკითხი და ის, რომ ეს საკითხი განხილული იქნა როგორც ამორჩევლის მოსყიდვა. ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როდესაც საუბრობს არჩევნებში არსებულ ესეთ პრობლემატიკაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში კარგა ხანია არ ყოფილა, ეს ბუნებრივია შეცვლის დისკურსს საქართველოს, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებს გააჩენს. მწვავე ანგარიშს სახალხო დამცველის ეხმაურება. ომბუდსმენი ამბობს, რომ დოკუმენტი აზარალებს საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებას. კრიტიკული შეფასებები იყო, ჩემი აზრით, სამწუხაროა, რომ ის რეკომენდაციები, რაც გვეგონა, რომ რაღაცა წლების წინ კეთდებოდა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ და თითქოს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო აქტუალური ქართული არჩევნებისთვის, სამწუხაროდ ეს პრობლემები კვლავ დაბრუნდა ამ ანგარიშში. პოლიტიკური ნაწილის გარდა დოკუმენტში მედია საშუალებების საქმიანობა შეფასდა. ანგარიში წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში TV პირველი მაყურებელს ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ ამბებს აწვდიდა. პროკურატურის უარი TBC-ის დამფუძნებლებს ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოს დღეს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმების სრულად გამოქვეყნება მოსთხოვა. თადუმაძის უწყება უარყოფს, დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ TBC ბანკის საქმეს გრიფი საიდუმლოადებს. ჩვენი ინფორმაციით დოკუმენტებს, რომელიც TBC ბანკს ეგზავნება, აწერია, რომ არ უნდა გასაჯაროვდეს და ამის გამო დაცვის მხარის საშუალება არ ეძლევა პასუხი გასცეს ბრალდებებს. ნახოთ რა სიტყვიან ორშაბათს TBC ბანკის დამფუძნებლებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოსმენენ, სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ იქნება. კობა კვენეტაძეს კომიტეტზე დასწრების სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა არც კომიტეტს მოუწევია. რასთან გვაქვს საქმე და რატომ დღეს? ყვავრიანის საქმის მიმდინარე გამოძიებასთან კითხვები აქვს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულია, რომელმაც TBC-ის საქმეზე მისი თავმჯდომარეობით გამართულ საკომიტეტო მოსხდომას სამარცხვინო უწოდა, ამბობს, რომ პროკურატურამ საქმის გარშემო უფრო მეტი განმარტება უნდა გააკეთოს. დეპუტატი ამბობს, რომ დარჩენილი კითხვები გამოძიების გამჭვირვალობას დააზიანებს. ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ პროცესს პროკურატურის სახით ივანიშვილი მართავს. ექსპერტები კი ამბობენ, რომ TBC ბანკის გარშემო განვითარებული ბოლო მოვლენები დასურდება, რომ ეროვნული ბანკი ივანიშვილის დაკვეთით TBC-ის განადგურებას ცდილობს. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი TBC-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უწოდებს. ვრცელ Facebook პოსტში ზვიად კორძაძე წერს არგუმენტებსაც. ადვოკატისთვის ასეთი შეფასების მთავარი მიზეზი საქმეზე საიდუმლო გრიფის მინიჭებაა, რომელმაც პროკურატურას ხელი არ შეუშალა ჩვენების ცალკეული ნაწილები მაინც გამოექვეყნებინა. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების და ამ ბრიფინგების მიზანი არა საქმეში სამართლებრივი სიცხადის შეტანა, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება. უფლებადამცველის საპასუხოდ პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმეს სახელმწიფო გრიფი არ ადევს, თუმცა ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყება კორძაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს და ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკითხვის ოქმებს არ გამოაქვეყნებს. TV პირველისათვის კი ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტებს, რომლებიც პროკურატურამ TBC-ში გადააგზავნა, აწერია, რომ მასალები არ უნდა გასაჯაროვდეს. კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკითხავს TBC-ის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, TBC დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე და TV პირველის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, ის პირები, რომელთა ინიციალები პროკურატურამ გუშინდელ ბრიფინგზე გააჟღერა.
არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნეს ასოციაციების შემდეგ პროკურატურისაგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ ოცნების რიგებიდანაც. რომან კაკულია, რომელმაც TBC-ის საქმეზე მისი თავმჯდომარეობით გამართულ საკომიტეტო სხდომას სამარცხვინო უწოდა, ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა განმარტოს, რატომ დაინტერესდა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის კანონიერებით ახლა. პროკურატურის წინაშე ხა ის აღმოცენა კი არ დგას დაასაბუთოს რატო, რასთან გვაქვს საქმე, არამედ დაასაბუთოს ისიც, თუ რატომ დღეს თემა არის, რომ ეროვნულმა ბანკმა როგორ ფორმატზე შეგვიძლია შევთანხმოთ, მაგრამ პასუხი პარლამენტარების კითხვებს უნდა გასცეს. ის ამას თავს ვერ აარიდებს. თავრობის მხრიდან ბანკზე მოჩვენებით ზრუნვაზე საუბრობენ ოპოზიციაში. მართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ შეტევას TBC ბანკზე უფრო შორს მიმავალი მიზანი აქვს. საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ TBC ბანკის საქმეში ივანიშვილი ეროვნულ ბანკს როგორც ინსტრუმენტს იყენებს, რათა საკუთარი პირადი ინტერესები დაიკმაყოფილოს. შეავიწროვოს TBC და ხელში ჩაიგდოს ანაკლიის პროექტი. ანაკლიის პროექტის ან შეფერხება ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანაზე, კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება იმ ადამიანებს მომავალში, ვინც ეს გადაწყვიტა და გაბედა. ერთადერთი მხარე, რომელსაც აწყობს ანაკლიის პორტის არ ამუშავება, ეს არის რუსეთის ფედერაცია. გახმაურებულ საქმეებზე მართველი გუნდისათვის ჩვეულ მოლოდინის რეჟიმში ყოფნას ირჩევს დიმიტრი ცკიტიშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ კითხვები მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაისვას, რაც პროკურატურა საქმის გამოძიებას დაასრულებს. შემთხვევაში პროკურატურა სანამ მიმდინარე საქმეა, ბუნებრივია ჩდება კითხვები. რო დასრულდება, მე თუ მე შეიძლება გაგვიჩეს. TBC-ის საქმეზე პროკურატურის ტაქტიკა მესამე სექტორს სხვა საქმეებს ახსენებს. NGO-ები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება საქმეზე მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ ინფორმაციას გაასაჯაროებს. დაცვის მხარეს კი თავის მართლების საშუალებასაც კი არ მისცემს. პროკურატურა საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით თავად ასაჯაროებს გარკვეულ ნაწილს ინფორმაციას. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს ან კონკრეტულ სხვა პირებს არ აქვთ იგივე უფლება, რომ მათაც გაასაჯაროებენ. TBC-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს კოორდინირებულ შეტევას უწოდებენ ბიზნეს წრეებშიც. ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ სერიოზულ ეჭვს აჩენს ეროვნული ბანკის, მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის პოზიციების დამთხევა. ეხლა პროკურატურა ცდილობს, რომ გაფანტოს ის ეჭვები, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული რაღაც დევნა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბიძინა ივანიშვილის მიერ. TBC ბანკის საქმეზე კანონმდებლები ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 4 მარტს შეხვდებიან. ეს იქნება მეორე მცდელობა, როდესაც TBC-ის დამფუძნებლები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას საპარლამენტო ტრიბუნიდან შეეცდებიან. მორიგ ხმაურიან საკომიტეტო განხილვამდე 4 დღით ადრე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ორშაბათის სხდომას კობა გვენეტაძე არ დაესწრება, რადგან პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ მარეგულირებელმა კონკრეტულ საქმეზე ახსნა განმარტება პარლამენტს მისცეს. არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, დაირღვა თუ არა რეგლამენტი 26 თებერვალს, როდესაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაანონსებული არ მისვლის მიუხედავად გვენეტაძე მივიდა. ჯერჯერობით უცნობია წინა მოსმენის მსგავსად. ამ შემთხვევაში მიიღებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილისაგან დირექტივებს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. ორკესტრირებული შეტევა, რომელიც 8 თვე გრძელდება სოციალურ ქსელში Facebook გვერდებით TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის და ამ კამპანიის წყაროების იდენტიფიცირებისთვის კვლევა მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული 9 გვერდის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგან 8 გვერდი 2018 წელსაა შექმნილი. ირკვევა, რომ 9-დან 4 გვერდის ადმინისტრატორი Facebook მომხმარებელი ავთანდილ კერესელიძე იყო, რომელიც ტროლია და ერევანში მცხოვრები პირია. ნახოთ როგორ მუშაობს ტროლების ფაბრიკა ქართულად. ორი გვამი უნდათ. ჩვენთვის არავინაა. მოუკვდები საქართველოსთვის. პოლიტიკური სანაგვე. იყავი და გაგეკეთებინა. კაი გვერდი. პოლიტიკური იუმორი. სამოქალაქო გაერთიანება ხალხის ხმა. სტოკჰოლმის სინდრომი. ასე გამოიყურება ტროლების ფაბრიკა ქართულად. სოციალურ ქსელში TBC ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მედიის განვითარების ფონდმა შეისწავლა. TBC ბანკის საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე Facebook-ზე მამუკა ხაზარაძის მადის კრედიტირებელი პოსტები გამოჩნდა. პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ TBC ბანკთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ეგრეთ წოდებული ფულის გათეთრების ფაქტებზე მიმდინარეობდა. შეტევის მეორე ტალღა 14 თებერვალს იწყება, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძისა და ჯაფარიძის თანამდებობის დატოვება მოითხოვა.
Facebook ბოტების მესამედ გააქტიურება მამუკა ხაზარაძის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლას მოჰყვა. მონიტორინგის მიხედვით მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული 9 გვერდის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგან 8 გვერდი 2018 წელსაა შექმნილი. ჯგუფი დადგინდა, რომელიც აქტიურად აზიარებდნენ პოსტებს TBC მაგის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ამ 9 ანგარიშიდან 4-ის ადმინისტრატორი იყო ერთი და იგივე პიროვნება. ეს ჯგუფები თუ ჩვენს ანგარიშს ნახავთ, იქ ამოღებული არის სკრინშოტები, ერთი და იგივე შინაარსის, კიდევ ხშირ შემთხვევაში იდენტური პოსტები იდებოდა ამ ჯგუფებში და ხშირად ძალიან პატარა ინტერვალებით, ანუ მალევე, ერთმანეთის მიყოლებით. თვალის ასახველად ქონდა რამდენიმე ფოტო ატვირთული, თავის ინტერესებსაც აფიქსირებდა, ჩეკინიც ქონდა და ვითომ რეალური ადამიანის შთაბეჭდილება იქნება. 9-დან 4 გვერდის ადმინისტრატორი Facebook მომხმარებელი ავთანდილ კერესელიძე იყო, რომელიც გაირკვა, რომ ტროლია და ერევანში მცხოვრები კარო მანუკიანის პროფილზე განთავსებულ ფოტოებს იყენებდა. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ავთანდილ კერესელიძე Facebook გვერდზე აღარ იძებნება. ის და მის მიერ მართული გვერდები სხვა ყალბანგარიშებთან ერთად ამავდროულად იდენტურ ჯგუფებს მართავდნენ, რაც მათის კრედიტირებელი პოსტების გავრცელებისთვის გამოიყენება. ავთანდილ კერესელიძე რომ პროსახელისუფლებო ტროლია, კვლევარი ნიკა გურინი იმით ხსნის, რომ Facebook გვერდზე ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერი პოსტები ქვეყნდება. გარდა ამისა, კერესელიძის მართული გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ, რომლებიც ხაზარაძის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებდნენ. როდესაც ნახულობთ მათ გვერდებს, ესენი ძირითადად არიან ის გვერდები, რომლებიც მხარს უჭერდნენ, თქვათ, სალომე ზურაბიშვილს, ან ახდენდნენ დისკრედიტაციას, თქვათ, ოპოზიციური კანდიდატის და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ყველა გზა მიდის იქითკენ, რომ ვიფიქროთ, რომ ესენი დიახ არიან სახელმწიფო ტროლები თუ კონკრეტული ჯგუფის დაქვემდებარებულები. საერთოდ არ აქვს ადამიანებს ახლა ეს დალაიქებულები და გამოწერილები, მაგრამ შეიძლება თქვენს ტაიმლაინზე დღეში რამდენჯერმე ერთ და იგივე გვერდის დარეკლამებული პოსტი ამოაგდოს და სამწუხაროა ის, რომ გარკვეულ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ეს ყველაფერი მუშაობს და ადამიანები იჯერებენ ამ ყველაფერს. გვერდებზე განთავსებული მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების უმეტესობა კარიკატურაა. აქედან ორ გვერდს სამოქალაქო გაერთიანება ხალხის ხმა და სტოკჰოლმის სინდრომი, ხაზარაძის მათის კრედიტირებელი აქტივობები დასპონსორებული ჰქონდათ. თუმცა ამჟამად ეს პოსტები ხელმიუწვდომელია. ორივე გვერდმა 21 თებერვალს ხაზარაძის გადადგომის შემდეგ მის წინააღმდეგ ორი ახალი პოსტი გამოაქვეყნა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი თვლის, რომ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია დასპონსორებულია. სახელმწიფო ტროლებმა კი აქტივობები წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყეს. მე წარმომიდგენია, რომ ეს ხალხი სადაც ერთად ზის, რაღაც საკმაოდ კარგ ხელფას იღებენ და რა დავალებაც აქვს იმის მიხედვით მოქმედებენ ეს დაახლოებით გავს რაც რუსეთში ტროლების ქარხანა, ცნობილი პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი, ასობით და შეიძლება ათასობით ადამიანები ჩართულია სოციალურ ქსელებში და ამის ხელისუფლებას, ჩვენ ამ ხელა მასშტაბებზე არ იქნება, მაგრამ საკმაოდ ორგანიზებული ჯგუფია და როცა საჭიროა აქტიურდებიან. სახელმწიფო გუნდში რაიმე სახით მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას გამორიცხავენ. არ შეიძლება ეჭვებზე და ვარაუდებზე ვისაუბრო, ახლა არ სპეკულაციებში შევიდეთ, რაღაცა გამოთქვაა, ან ანალიტიკოსები როგორც ალბათ სხვანაირად ვისაუბრებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე. Facebook ტროლების ფაბრიკის 9-ვე გვერდის სოციალურ ქსელში ისევ აქტიურია, თუმცა მთავარი ტროლი ავთანდილ კერესელიძე კვლევის გამოქვეყნების შემდეგ Facebook-ზე აღარ იძებნება. ხელების გადაგრეხვის პროცესი ოცნებაში ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც სხვა დეპუტატების მსგავსად მართულ პარტიაზე უარი თქვა, დღეს ბაქოდან დაბრუნებული, სანამ უმრავლესობის ლიდერს ახსნა განმარტებებს მოუყვება ეკა ბესელია შეხვდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოცნებაში ხელების გადაგრეხვის ეტაპზე საუბრობს, ეკა ბესელია კი მასთან და სხვა თანამოაზრებთან ერთად ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. ვინ არის პასუხისმგებელი გუნდში შექმნილ ვითარებაზე? დეპუტატი რომან კაკული ამბობს, რომ ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით გუნდში ვითარებას ვერ ალაგებენ. დეპუტატი ჯერ არ აპირებს უმრავლესობიდან წასვლას, თუმცა ანონსებს, რომ გადამწყვეტი მიმდინარე სესია იქნება. რა მომავალი აქვს ოცნებას სხვა მეოცნებებისგან განსხვავებით პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია ყოფილ თანაგუნდელებს და ეუბნება ყოფილ თანაგუნდელებს, რომ 2020 წლის საარჩევნებზე ოცნება განახლებული მყარი გუნდით იქნება. მიდის ხელების გადაგრეხვის პროცესი, ესეც ვიცი, რომ არ დატოვონ და არ გავიდნენ.
უმრავლესობიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ პარტიის ლიდერები გუნდის რღვევის შეჩერებას ხელების გადაგრეხვით ცდილობენ. ამბობს, რომ ქართული ოცნების დატოვებას კიდევ ბევრი დეპუტატი გეკმავს. ამიტომ პროცესის შეჩერებას ლიდერები ყველა მეთოდით ცდილობენ. კვაჭანტირაძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი დახურული შეხვედრა ეკა ბესელიასთან გამართა და იქვე მის ფრაქციაში გაწევრიანება დაანონსა. ყველანაირი მეთოდი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა არ დატოვონ უმრავლესობა, მაგრამ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანის განწყობა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიიღებენ თავის დროზე სწორ გადაწყვეტილებებს. აღარ მჯეროდა უკვე იმის, რომ ჩვენ გავაკეთებდით იმას, ისი კორექტული დეკლარაციებიც, ასე ვთქვათ, გაკეთდა ამ პროცესის განმავლობაში ჩემი კოლეგების მხრიდან. მე უბრალოდ არ მჯერა, რომ დღესაც არ მჯერა, რომ ეს პროცესი რომ მიუშვათ თავის ნებაზე, ისე იქნება, როგორც ეს ქართულ ამომრჩეველს ჭირდება. ზვიად კვაჭანტირაძეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკით იმედგაცრუება არ დაუმალავს. მან ის შეხვედრაც გაიხსენა, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ გუნდიდან წასვლა გადააფიქრებინა. ამბობს, რომ მას შემდეგ ქართულ ოცნებაში არაფერი შეცვლილა. და წასვლა მაშინ საერთოდ პარლამენტიდანაც კი. მაგრამ გადაწყდა, რომ დეტალებს ხა არ მოვყვები, იმიტომ რომ მე მგონი არ არის სწორი. გადაწყდა, რომ ეს იყო ძალიან ნაჩქარევი დაბიჯი ჩემთვის და არ იქნებოდა სასურველი და რა თქმა უნდა მე დავეთანხმე მაშინ ბატონ ბიძინას და ეს ნაბიჯი არ გადავდგე, მაგრამ იმის შემდეგ ძალიან ცოტა რამე შეიცვალა უკეთესობისკენ. ოცნებიდან კიდევ ერთი წამსვლელი დეპუტატი რომან კაკულია. მისთვის უმრავლესობიდან 4 წევრის წასვლის შემდეგ არსებული კონფიგურაცია მიუღებელია. ახლა იმეც ბიძინა ივანიშვილზე ამყარებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისგან პასუხს ელოდება. ორად გაყოფილი ოცნების რომელ მხარეს დადგება. ბოლოვა და მიმდინარე სესიის ბოლოა. უბრალოდ რატომ არ მივდივარ დღეს პირდაპირ გეტყვით. მე ვხედავ იმ ადამიანებს პარტიაში, რომლებსაც ნამდვილად აქვს რესურსი, რომ შექმნა ძალიან კარგი კონფიგურაცია სამომავლოდ გასაკეთებელი საქმეების, თუ მათზე გაკეთდება აქცენტი. ეხლა ვერ დავაკონკრეტებ, რა თქმა უნდა, არის გასარკვევი სწორედ ის, რამდენად შეეცდება ბატონი ბიძინა ივანიშვილი ინდივიდუალურად გაერკვეს თითოეული ადამიანის შესაძლებლობებში და მათი ერთმანეთთან თანამშრომლობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის ის ფორმატი მოიგონოს, რომელიც შემდეგ პარტიის სახესაც შეცვლის, მის იმიჯსაც შეცვლის და შეძლებს აანაზღაუროს ის ხარვეზები, რომელიც ამ წლების განმავლობაში იქნა დაშვებული. რომან კაკულია პარლამენტში შექმნილ ვითარებაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. ფაქტია, რომ შედეგი რაც დადგა, ჩემთვის პირადად საკმარისი არ არის. ეხლა აქ არის ლაპარაკი არსებობს ობიექტური მიზეზები და არსებობს სუბიექტური. ობიექტური ძალიან ბევრი იყო ეხლა ირაკლის ირგვლივ და ამიტომ ეხლა რაღაც თემებთან მიმართებაში მე მგონია, რომ მას მომავალში უფრო საუკეთესად შეუძლია საზოგადოებას თავი დაანახოს, სხვა დროსაც მithმავს და ეხლაც გავიმეორებ. ის უფრო უკეთეს თვისებების მატარებელია, ვიდრე მან ამ სიტუაციაში მოახერხა. კობახიძის გუნდის წევრები კი ირწმუნებიან, რომ გუნდის რღვევის პროცესი შეჩერებულია. მათი თქმით, ამომრჩეველს სურს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება ერთიანი და განახლებული სახით წარდგეს. გუნდის თითოეული წევრი არის ღირებული, ძვირფასი, ვინაიდან ჩვენ ბევრი რამ შევძელით ერთად და ბევრი რამ გველის წინ. თქვენს ფიქრობთ, რომ კვაჭანტირაძე იქნება ბოლოს საქართველოსიდან? მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გუნდი არის მყარი, გუნდი იქნება მყარი, ძალიან კარგად მობილიზებულად მოემზადებით ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის და ჩვენი საზოგადოების დაკვეთას ღირსეულად შევასრულოთ. განსხვავებული მოსაზრებების გამო თანაგუნდელების გზები გაიყო, თუმცა ერთმანეთის კრიტიკას მაინც არ წყვეტენ. ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას განცხადებები დაიწუნა და ღიად თქვა, რომ უმრავლესობის შიდა საქმეები ბესელიას განსახილველი აღარ არის. ეკა ბესელიამ კი მთავარ მოწინააღმდეგეს ჩვეულ ტონში უპასუხა და თქვა, რომ რაზე ისაუბრებს თავად გადაწყვეტს. ეკა ბესელია გასულია უმრავლესობიდან, შესაბამისად მისი სამშობლო ბუნებრივი აღარ არის ის, თუ როგორ წარსდგება ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ 2020 წელს ქართული ოცნება წარდგება როგორც ძლიერი გუნდი, წარდგება რა თქმა უნდა განახლებული გუნდით 2020 წლის არჩევნებში მოსახლეობის წინაშე. მე ვერავინ ვერ განმისაზღვრავს, რაზე უნდა ველაპარაკო და ამიტომ მე ურჩევ ერთი შპარგალ კეთმოსაუბრე ოხანაშვილსაც და კობახიძესაც, რომ შეიწუხებენ თავს ამ შპარგალკებით, მესაუბრებიან. მე რაზე ვისაუბრებ, ეს ჩემი საქმეა.
ოცნების ლიდერები ერთხმაში აცხადებენ, რომ ზვიად კვაჭანტირაძის გასვლით ქართული ოცნებიდან წევრების გადინება დასრულდება. თუმცა ჯერ კიდევ ოცნების წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიამდე შესაძლოა იგივე გადაწყვეტილება კიდევ ბევრმა წევრმა მიიღოს. ოცნებიდან წასულმა ზვიად კვაჭანტირაძემ პარტიაში შექმნილ ვითარებაზე პირველებში ისაუბრა და მას არადემოკრატიული ეწოდა. პოლიტსაბჭოზე შექმნილ ვითარებაზე კითხვა, რომ ის ფორმალურად მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებისთვის ტარდებოდა. ეს არის ჩემის აზრით ყველაზე დიდი ფრუსტრაციის საფუძველი, რომელიც მე გამიჩნდა პირადად, იმიტომ რომ ეს არ არის დემოკრატია. პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებითაც იგივე შემიძლია გითხრათ, წლების განმავლობაში ვიყავი პოლიტსაბჭოს წევრი და პრაქტიკულად პოლიტსაბჭოს ხდომები იყო მოწვეული ხოლმე, რომ ფორმალურად ნოტარიუსის წესით დაგვედასტურებინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები ნოტარიალურად გაგეფორმებინა. გადაწყვეტილებების საერთოდ არ არის ლაპარაკი. ფორმალურად დაგვემტკიცებინა კანდიდატები არჩევნების დროს. უბრალესობის ხდომები ტარდებოდა ხოლმე, როდესაც ამის უკიდურესი აუცილებლობა ხდებოდა, რომ ამის იქეთ რაღაც ბუნტი. ფილმში რო მიიქნება მხოლოდ ბუნტი. აი ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ ტარდებოდა ხოლმე თორე. სხვა მხრივ ძირითადად მესიჯები მოდიოდა, რომელიც მე დღემდე არ ვიცი ვინ წერს ამ მესიჯებს. ვისი სახელით იყო ისიც არ იცი? არა, მესიჯი მოდის, რომელსაც ვინ წერს არ იცის არავინ. უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძე ეჭვობს, რომ მესიჯები, რომელსაც ჩატში იღებდნენ იუსტიციის საბჭოში იწერებოდა გადაცემა პირველებში ზვიად კვაჭანტირაძე არც ბიძინა ივანიშვილის და არც ირაკლი კობახიძის კრიტიკას მორიდებია. უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მიხვდა, რომ მათთან საქმე აღარ უნდოდა. მე მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა უშვებს შეცდომას. ამას ვამბობ ხმამაღლა. და დღემდეც მას არაერთხელ უღიარებია თავის შესწავლას. კობახიძემ თქვა, რომ აი უნისონში არიანო ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც გადამაწყვეტინა ამ გადაწყვეტილების მიღება. და თქვენ პირიქით ამბობთ, რომ ისინი არიან უნისონში? ასეთი ხისტი შეფასებები, ხისტი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. ქვეყანა იმართება კორპორატიულად. კორპორატიული წესების მიხედვით. რაც ქართველი ხალხის მენტალიტეტს ვერასდროს ვერ შეეგუება. კორპორატიული მართლობა იყო სააკაშვილის დროსაც. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ როგორ მზადდება ეს გადაწყვეტილებები? აი აქ არის პრობლემა. ხო ხედავს საით მიდის საქმე ასეთი გარემოცვის და ასეთი მრჩევლების და კონსულტანტების დახმარებით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იგი დასკვნებს გამოიტანს. მიმართავს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით საპატრიარქო პრეზიდენტ ჯერჯერობით უცნობია. საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ შეწყალების მოთხოვნა ასე უპირობად არ იქნება. რა პირობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს კითხვა პირველების წამყვანებმა მეუფე პეტრეს დაუსვეს. საღამომშვიდობის მოგესალმებით. მე ვერ დავარქვევ, ვერ გავაკეთებ ამ ყველაფერზე კომენტარს, იმდენად უპასუხისგებლოა ბოლო დროს ამ გამნითარებულ მოვლენებთან მიმართებაში. ეს არის მცდელობა უბრალოდ იმისა, რომ გადაიფაროს ის შეცდომა, რაც 2 წლის განმავლობაში იქნა დაშვებული. ანუ 2 წლის წინ უნდა მომხდარიყო, 2 წლის წინ უნდა გადადგმულიყო ეს ნაბიჯი. ხსმენიათ, აი რა შეიძლება ეს პირობა იყოს? ამ დეტალებში არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია რა უნდა იყოს პირობა, ადამიანი, რომელსაც პირველ დაკავების პირველი დღიდან ეუბნებოდნენ და პირობებს იქვე უყენებდნენ დაკავებისთანავე. პირობა არის არსებული მდგომარეობა, საზოგადოებრივი აზრი და მე უკვე დღევანდელი გადასახედიდან არ გამოვრიცხავ, რომ გარდა ფინანსური და ქონებრივი საკითხებისა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ის წარდგებოდა სინოდის წინაშე სხვა საკითხებსაც შეხებოდა. აი ეს სხვა რა არის? ძალიან მალე ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული. ეს განცხადება მეუფე ანტონმა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ გააკეთა. საპატრიარქო კი დღის ბოლოს ამბობს, რომ ასე უპირობოდ შეწყალება არ იქნება. ნახოთ რას აპირებს პატრიარქი და რატომ ფიქრობენ პოლიტიკურ წრეებში, რომ მამალაძე შანტაჟის მსხვერპლია. ჩვენ გადავდგამთ იმისეთ ნაბიჯს, რომ იგი იქნება, რა თქმა უნდა,
შეწყალებული. მეუფე ანტონი, რომელმაც დღეს გდანის ციხეში დეკანოზი მამალაძე მოინახულა, გვარწმუნებს, რომ საპატრიარქო მზად არის პრეზიდენტს მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების თხოვნით მიმართოს. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზეც ყველაფერზე არის საპატრიარქო მზად და მდელთავრები ყველაფრისთვისა ვართ მზად. მოთხოვნა გაკეთება პრეზიდენტი მე ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს. შეწყალების ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტია. მიზეზი კი როგორც წმინდა სინოდის წევრი გვეუბნება გიორგი მამალაძის უდანაშაულობაა. მამა გიორგი უდანაშაულოა თუ არა უდანაშაულო, მე ვთვლი, რომ უდანაშაულოა. მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც მეუფე ანტონის მსგავსად დეკანოზი დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. ხოშტარია ამბობს, რომ სასულიერო პირი პროკურატურის შანტაჟის მსხვერპლია. ჩემი ცალხასახე შტაბ-შტილება არის, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის შანტაჟის წნეხის და რაღაცა ძალიან უსამართლო საქმის მსხვერპლი. ის რომ გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალონ ამაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარი ამ დღეს ასევე გვითხრა, რომ ომბუდსმენის აპარატმა მამალაძის საქმეში სამედიცინო ექსპერტი ჩართო, რომელმაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს. მას შემდეგ რაც გვექნება სრული, ესე ვთქვათ, ინფორმაცია და შემაჯამებელი დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და გავცემთ რეკომენდაციას, რამდენად არსებობს ციხეში შესაძლებლობები, რომ ამ დიაგნოზის პაციენტს იქ ადგილზე უმკურნალოს. სანამ ომბუდსმენი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, მანამდე გაჩნდა მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში მამალაძე საპატრიარქოს დატოვებს. როდის აპირებს ან აპირებს თუ არა პატრიარქი პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას ჯერჯერობით უცნობია. არც სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში არ ამბობენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავარი შემწყალებელი. უფასო ელექტროენერგია რუსულ ბაზებს ოპოზიცია რუსეთთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. ოცნების ოპონენტების ინფორმაციით ეკონომიკის მინისტრისა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით მოამარაგებს. ოპოზიციასთან ერთად კითხვები აქვთ უმრავლესობაშიც, მაგალითად რევაზ არველაძეს შენიშვნა აქვს, როდესაც ასეთი ხელშეკრულება იდება, ინფორმაცია პარლამენტს უნდა მიაწოდონ. რუსეთის სახელმწიფოს კომპანია ინტერრაოსთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროება ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვა. ოპოზიცია საქართველოს რუსეთის მიერ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებას გულისხმობს. იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე შესაბამისი უწყებები აუხსნიან საზოგადოებას, რატო ვახდენ სუბსიდირებას საოკუპაციო რეჟიმის ჩვენი ჯიბიდან. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას მუდმივად ეწევა და იქ სამხედრო ბაზებს ანთავსებს, მსგავსი ტიპის ხელშეკრულება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. სამადაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გახდეს თუ კონკრეტულად რა პირობებია ჩადებული ხელშეკრულებაში და ხომ არ დააზარალებს ის ქვეყნის ინტერესებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რეალურად ქვაბულიას დავალებით გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის შესყიდვის და უფასოდ მიწოდების შესახებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის, რასაც განახორციელებს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ესკოს და რუსული კომპანია ინტერრაოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ფიქრობენ ევროპულ საქართველოშიც. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მსგავსი დოკუმენტის საჯაროობა მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ქართულ ოცნებას და დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი ნდობა საზოგადოების მხრიდან არ აქვს, რომ რუსეთთან ან ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნებისმიერი ასეთი კონტაქტისას ის არ დათმობს ჩვენ სასიცოცხლო ინტერესებს, როგორც ეს კალაძის შემთხვევაში ვნახეთ, როდესაც საქმე ეხებოდა გაზპრომთან ხელშეკრულებას და ამიტომ ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ასეთი დოკუმენტის შედგენისას და ხელმოწერისას საზოგადოება სჭირდება იცოდეს დოკუმენტის შინაარსი და დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენს ინტერესებს არ ადგება ზიანი. თუმცა დოკუმენტის კონფიდენციალურობაზე საუბრობს მართველი გუნდის წარმომადგენელი. რევაზ არველაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხარემ ხელშეკრულებაზე გრიფის დადება მოითხოვა, თუმცა ამ შემთხვევაში პარლამენტს ნდობის ჯგუფის ფორმატში შეეძლო ემსჯელა პირობებზე, რომელიც რუსეთს საქართველოს შორის დაიდო. როდესაც ორ მხარეს ხდება მოლაპარაკება ნებისმიერ საკითხზე, ხო, და ერთ-ერთმა თუ მოითხოვა, რომ კონფიდენციალური იყოს დოკუმენტი,
მაშინ მეორეს უფლება არ აქვს, რომ ეს გაასაჯაროს. შესაძლებელია რუსეთის მხარისგან არის ესეთი მოთხოვნა. არ ვიცი, ვერ ვიტყვი მაგ ამბავს. თუ არის საიდუმლო, ამას ვერ გაასაჯაროებს. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს დოკუმენტი შეიძლება, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს გადაეგზავნოს, ვინაიდან ამათ საიდუმლო დოკუმენტებზე ცდომის უფლება აქვს. ინტერაოსთან დადებული ხელშეკრულების ოფიციალური ვერსია უცნობია, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დოკუმენტი ერთჯერადია და ის ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტმა გამოიწვია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ექსპერტებს ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩინა. რას უკავშირდება აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი და რატომ მაინც და მაინც რუსული ელექტროენერგია, რომელიც კიდევ უფრო დამოკიდებულს გაგხვდის რუსეთზე. ერთჯერადად, მაგრამ ელექტროენერგიის შესყიდვაზე, იმიტომ რომ გაიზარდა ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ენერგომოხმარება და ამ დროს არ ხდება ამის ზუსტად ახსნა, თუ რა არის ეს, რამ გამოიწვია გაზ და რა პოლიტიკის ნაწილი არის და რატომ კეთდება ეს, ბუნებრივია ესეთი შეკითხვები უკვე ზრდის აღქმას იმისას, რომ ან სერიოზულ საფრთხეებთან აგვაქვს საქმე და რუსეთი უკვე ბრუნდება ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე და რუსეთი არასდროს არ ბრუნდება როგორც გამჭვირვალე და თანამედროვე სტანდარტებით მოთამაშე, ან გვაქვს უბრალოდ არაკომპეტენტურობასთან საქმე საქართველოს მთავრობის მხრიდან. საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის შესყიდვისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის უფასოდ მიწოდების შესახებ უკვე ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს საჯარო გახადოს აღნიშნული დოკუმენტის დეტალები. ლავროვის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის სიტყვებს უარყოფს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი კარასინთან საერთოდ არ უხსენებია, თუმცა კითხვაზე რატომ ამტკიცებდა სერგეი ლავროვის მოადგილე, რომ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრაღაში ქართული ოცნების თავმჯდომარის გზავნილებით ჩაიტანა, აბაშიძე პასუხობს, რომ არ იცის. ზურაბ აბაშიძემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა საკითხები განიხილა ივანიშვილთან შეხვედრის დროს პრაღაში გამგზავრებამდე. აბაშიძის თქმით, საუბარი ანაკლის სპორტს საერთოდ არ შეხებია. ჩავაყენე საქმის კურსში იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს დიალოგი, რაზე ვსაუბრობთ იქ, რა თემებს განვიხილავთ ამ შეხვედრაზე. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა ჩემი ინიციატივით. ანაკლის სპორტს რა ვიცი რა კავშირი როგორ უნდა მიაბა ამასთან მე ვერ წარმომიდგენია, ვიმეორე სიტყვა საერთოდ ამასთან დაკავშირებით არ ხსენებულა. რაც შეეხება იმ განცხადებას, სადაც არის აშკარად მუხარის ტონი საქართველოს მიმართ, უკრაინის მიმართ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს. კორუფციის ნიშნებით თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვებში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სკანდალური ანგარიშით ირკვევა, რომ საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე ქვეყნის 5 ქალაქში 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მესამე სექტორი ყურადღებას ასევე ამახვილებს იმ ორ კომპანიაზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების შემომწირულები არიან და ამავდროულად ამ კომპანიებმა საახალწლო სამზადისისთვის ტენდერებშიც გაიმარჯვეს. ნახოთ მეტი წინა საახალწლო კორუფციაზე. ეს კომპანია თბილისი პარკია, რომლის ხელმძღვანელმაც 2018 წელს წინა საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის ფონდს 20,000 ლარი შესწირა. ეს კი ლუმა დეველოპმენტია, რომლის დირექტორმაც 2017 წელს ქართულ ოცნებას 30,000 ლარი შესწირა. 2018 წელს კი აღნიშნული კომპანიებისგან მერიამ გამარტივებული შესყიდვების გზით ტენდერის გარეშე საახალწლო ღონისძიებებისთვის საქონელი და მომსახურება შეისყიდა. აღნიშნულ საკითხზე კომპანიის წარმომადგენლები დღეს კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბრებში კი წინა საარჩევნოდ თანხის შეწირვას უარყოფენ. ჩვენი მხრიდან არანაირ დაფინანსება არ ყოფილა, მაგრამ აი ესე ვერ. ანუ თქვენ შემომწირულები არ ხართ? არა, თაფინანსება კი არ ყოფილა. თქვენ არ შეგიწირავთ თანხა სალომე ზურაბიშვილისთვის? არა. მადლობა რა, ამ კომენტარის გაკეთება. კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობას ეკუთვნის და ანგარიშში მესამე სექტორი კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. ირკვევა, რომ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები უტენდეროდ პირდაპირი გაყიდვის გზით განხორციელდა. 2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე 5 თვითმმართველმა ქალაქმა თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა ჯამში დაახლოებით 6,5 მილიონი ლარი დახარჯა. აქედან 82% თბილისისთვის გამოიყო. თბილისის მერიამ კი 1,900,000 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით უტენდეროდ დახარჯა.
ყველაზე მეტი 5.3 მილიონი დახარჯა თბილისის მერიამ და ამ თანხიდან დაახლოებით 1.7 მილიონი დახარჯა სწორედ პირდაპირ შესყიდვები კორუფციული რისკებია და უნდა იყოს დაინტერესებული ყოველთვის სახელმწიფო რამდენად იქნება ამის მოტივაცია რომ იქ რაიმე დარღვევა აღმოაჩინო და როგორც ხდება ხოლმე ყურადღებას არ იქცევს ხელისუფლებისგან კვლევის შინაარსს იზიარებენ საკრებულოს ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები კორუფციაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ ტენდერებში სწორედ ის კომპანიები იმარჯვებენ, რომლებიც თბილისის მერთან და სახელისუფლებო ჯგუფებთან არიან დაკავშირებულნი. მათ ასევე უკვირთ, რატომ ითვლება ახალი წელი ფორს-მაჟორულ ღონისძიებად და რატომ არ ემზადებიან მუნიციპალიტეტები წინა საახალწლო ღონისძიებებისთვის უფრო ადრე. ტენდერები საერთოდ ქართული ოცნების პირობებში არის ძალიან ფორმალური რამ. ფაქტურად ეს არის თანხები, რომელიც მიდის ნათესაობის და ახლობლების ჯიბეებში. საერთოდ საბიუჯეტო ხედო არის უკუღმა სახელმწიფოში. ყველა თავხდებით და უწმუდებით იმაში, რომ არ შეიძლება ახალი წელი რაღაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს და უცებ რაღაც გავიღვიძე და ახალი წელი დაგვეცა და ყველას თავს ეს არის რაღაცა არასერიოზული მიდგომა. ეს არის ჩვეულებრივი ლეგალური კორუფცია, კი არა, გაправებული კორუფცია არის. ეს არის აი ხელი ხელსბანს პრინციპი. ჩადებენ ხოლმე შემომწირველები 60-60,000 ლარს და მერე იღებენ 10 მაგათ ამ ტენდერები. ბრალდებები უსაფუძვლოა უმრავლესობისთვის. დეპუტატები ამბობენ, რომ ტენდერები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და თუ კი რომელიმე კომპანია მმართველი გუნდის შემომწირველია, ამ მიზეზით მათ კონკურსში მონაწილეობას ვერ აუკრძალავენ. ტენდერის გარეშე ნიშნავს იმას, რომ კანონია გზით მთავრობაზე გაყენეთ ყიდულობს. არაფერი ამაში დარღვეული არ არის. ინტერესებს კორუფცია. პირადი ინტერესი გაშვეშია. მთავრობაზე გადის განათების საკითხი, მის გამო რომ ვიღაცამ ქართულოსნებაში შეწირა თანხა, ვერ დაუსჯით და ვერც პრივილეგიას მივანიჭებ. დღის ბოლოს საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას მერიაში უპასუხეს. ქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ ის 36%, რომელიც უტენდეროდ გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა, საახალწლო ღონისძიებებისთვის მოწვეულ შემსრულებელთა ჰონორარს მოხმარდა. არის ასევე ბუტაფორია დეკორაციაზე პირდაპირ შესყიდვა და რატომ? იმიტომ რომ ბუტაფორია დეკორაცია იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრეატიული ჯგუფი, შემოქმედებითი ჯგუფი შეჯერდება, რა ტიპის მოხაზულობა ჭირდება მას სცენაზე და რა ჭირდება რომ სცენაზე იდგეს და ეს ყველაფერი ყოველთვის ხორციელდება ხოლმე ფორს-მაჟორში. შემომწირველებთან დაკავშირებით მე პასუხს ვერ გაგცემ, იმიტომ რომ არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის არც არის საინტერესო ეს ყველაფერი. დაინტერესდებიან თუ არა საგამოძიებო უწყებები ტენდერების საკითხით ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოპოზიციასა და მესამე სექტორს ამის მოლოდინი აქვთ. რამდენიმე სპეცოპერაცია ერთ ლოკაციაზე ქვემო ფონჯალაში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, შესაბამისად ამ ეტაპზე უცნობია რამდენი პირია დაკავებული, საქმე ნარკორეალიზაციას ეხება. ამოიღეს რამე ნარკოტიკი? არა, ნარკოტიკი სად არის? სად არის ნარკოტიკი? რა ნარკოტიკი? ახალი ზაკონი მოვიდა, რომ მე ჩხუბობ შენთან, მიდი იქით ნარკოტიკი არის, მიდი. ეგრე როგორ შეიძლება? ეს არ შეიძლება. ეს რა მოხდა ამბავი? საათიდან არიან ასპეცი? ეს 4 საათამდე. რამდენად შესაძლოა? ადვოკატი ირაკლი ზაქარიაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებული საქმის არცებითი განხილვა 10 აპრილს დაიწყება. ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა პროცესზე დაკავების მომენტში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე ილაპარაკა. სასამართლოს ბრალდებულის ადვოკატმაც მიმართა უფლებადამცველის განცხადებით ზვიად კუპრავა ეგრეთ წოდებულ კლდანის ციხეში მირზა სუბელიანის გვერდით საკანშია მოთავსებული, რაც მიზანშეწონილი არაა. ჩემი აღჯდომა მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გამიფრინავთ არის პოლიტიკური და თუ სამართლებრივ ჭრილში გამიფრინავთ ჩემი მე ქართული მართლმსაჯულების სინდისის პატიმარება მე არ უნდა მიჭდია ჩემი ყოფნა ეწინააღმდეგება ყველა კანონის ზოგადად რაც საქართველოში არსებობს იმიტომ რომ არც ერთი დანაშაული არ ჩამდგენია რომელიც ითვალისწინებს ის სამართლს არის არსებითი დარღვევით ბრალი შედგენილი, წარდგენილი აგრეთვე და ბრალის წარდგენა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ზვიად კუპრავა ამ შემთხვევაში პატიმრობაში ყოფილიყო. დაცვის მხარემ გარკვეული გარემოებებთან დაკავშირებით განაცხადა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებისათვის შესაბამის დაწესებულებას მიმართავს ბრალდების მხარე.
საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზიდან 16 წლის ჭუბურხინჯის მკვიდრი დააკავეს არასრულწლოვანი ბიჭი კიბის დახმარებით რუხი ჭუბურხინჯის მონაკვეთზე მავთუ ხლართებზე გადმოპარვას აპირებდა წინასწარი ინფორმაციით არასრულწლოვანი დაკავების დროს კვლავ ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადახტა და გაქცევა სცადა. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის ხმით 16 წლის ბიჭი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. პირველად ნიკო ფიროსმანაშვილის და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში საფრანგეთში დამთვალიერებელი ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან იხილავს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილიას დანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით ფიროსმანაშვილი 1914. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა ფიროსმანის პორტრეტი. გამოფენა, რომელიც 1 მარტიდან 1 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს დამთვალიერებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ალში ვინსენტ ვან გოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება. ძალიან საინტერესო კონცეფციით არის ფიროსმანი წარმოდგენილი ერთის მხრივ თანამედროვე არტისტებთან ერთად და მეორეს მხრივ როგორც მოგახსენეთ ვან გოგის ნამუშევრებთან ერთად როგორც ძალიან ცნობილმა ხელოვნებაცოდნემ ერნსტ კუზნეცოვმა თქვა დიდ არტისტებს არ ეშინიათ ერთმანეთთან შედარების პირიქით ეს არის შანსი იმისთვის რომ საზოგადოებამ მათ ხელოვნებაში აი ამ შედარების ასე ვთქვათ ხერხით და საფუძველზე ორივეს შემოქმედებაში რაიმე ახალი აღმოაჩინა. ასეთი ყოველ ინფორმაცია ამ დროისთვის მეორე შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.